ამერიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ემზადება გამოაცხადოს დიდი გამარჯვება ირანთან ომში. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება სრულად დაასრულოს სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, ამასთან ვერ მიაღწიეს უფრო ფართო ბირთვულ შეთანხმებას. ამის ნაცვლად თეთრმა სახმა ყურადღება გაამახვილა ერთადერთ მიზანზე: ჰორმუზის სრუტის სრულად და გარანტირებულად გახსნაზე. სწორედ ჰორმუზის სრუტის გახსნას, რომელიც ისედაც ღია იყო ომის დაწყებამდე, ტრამპი სურს წარმოაჩინოს როგორც დიდ გამარჯვებად. ის იმედოვნებს, რომ სრუტის გახსნის შემდეგ ბენზინის ფასები შეერთებულ შტატებში სწორედ შუალედური არჩევნების წინ დაიწერს. და ამერიკელები დაიჯერებენ ამ სისულელეს ირანზე გამარჯვების შესახებ. ამის შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით დღეს წერს Wall Street Journal. მაგრამ სწორედ დღეს, 9 აგვისტოს, ირანმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც მთლიანად ცვლის ამ გამარჯვების სურათს დონალდ ტრამპისთვის. თეირანმა განაცხადა, რომ საერთოდ არ დაიწყებს მოლაპარაკებებს აშშ-თან. ვაშინგტონს კი ბრალი დასდო შეთანხმების დარღვევაში, რომელიც ჯერ კიდევ ივნისში იყო ხელმოწერილი. ამასთან ერთად ჰუსიტებმა იემენში კიდევ ერთ ფრონტზე გააფართოვეს კონფლიქტი. დაარტყეს დიდ საუდის ნავთობ ქარხანას და ფაქტობრივად გააფართოვეს სამოქალაქო ომი ამ ქვეყანაში. უკვე აშკარაა, რომ თეირანის მითითებების გარეშე იემენელი ჰუსიტები ამ ესკალაციაზე არ წავიდოდნენ. ამავე დროს ირანმა დონალდ ტრამპს ნამდვილი დამამცირებელი ულტიმატუმი წაუყენა, რადგან მიხვდა, რომ ის მაინც ცდილობს ომის დასრულებას. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა და ახალი განახლებები. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ უახლოვდებით 300,000 გამომწერის ნიშნულს, ამიტომ მადლობელი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მაშასე, დღეს 9 აგვისტოს, როგორც ჩანს, თეთრი სახლის სისუსტე იგრძნო ირანმა და აცხადებს, რომ არ დაიწყებს მოლაპარაკებებს აშშ-თან, იმის გამო, რომ მისი ვერსიით ვაშინგტონმა დაარღვია ივნისში ხელმოწერილი შეთანხმება. ეს არის პოზიციის საგრძნობლად გამკაცრება, თუნდაც გუშინდელ დღესთან შედარებით. როდესაც თეირანი მხოლოდ იმას ამბობდა, რომ დიალოგს აწარმოებს მხოლოდ ომანთან გემების მოძრაობის ტექნიკურ საკითხებზე და ზოგჯერ შუამავლების მეშვეობით აშშ-ს გზავნილებს გადასცემს, ამავდროულად იემენის ჰუსიტების მოძრაობამ, რომელიც ირანის მოკავშირეა, განაცხადა კონფლიქტის გაფართოებაზე ერთდროულად ორ მიმართულებით. საუდის არაბეთისადმი ლოიალურ ძალებზე იემენში თავდასხმასა და ცალკე დარტყმაზე, რომელიც განხორციელდა წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე საუდის არაბეთის მსხვილ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე. ანუ იმავე დროს, როდესაც ოფიციალური თეირანი საუბრობს მოლაპარაკებებზე ომანთან, ჰორმუზის სრუტის გახსნაზე. მისი რეგიონული მოკავშირე ახალ ფრონტს ხსნის საუდის ენერგეტიკის უმნიშვნელოვანესი ობიექტის წინააღმდეგ და კვლავ ააქტიურებს სამოქალაქო ომს იემენში. მაგრამ იმის გასაგებად, თუ საიდან წარმოიშვა მიმდინარე კრიზისული წერტილი, მოდი დაუბრუნდეთ იმას, რაც Wall Street Journal-მა დაწერა თეთრი სახლის სტრატეგიის ცვლილებაზე. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკელი სამხედროების მოხსენებების შემდეგ ამ ომის მთავარი მიზანი შეასწორა. იმის ნაცვლად, რომ ირანთან უფრო ფართო ბირთვული შეთანხმების მიღწევას ცდილობდეს, მან ყურადღება გაამახვილა ჰორმუზის სრუტის გავლით კომერციული საზღვაო მიმოსვლის აღდგენაზე. ეს ცვლილება მოხვა დახურულ განხილვებს, რომლის დროსაც დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლებს აცნობა, რომ ოფიციალური ბირთვული შეთანხმება აღარ წარმოადგენს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის სავალდებულო პირობას. საერთოდ ყველა ის ომის მიზანი, რომელიც დასაწყისში გამოცხადდა, ახლა უკვე სავალდებულო აღარ არის. და ამ ომის ახალი მიზანი უბრალოდ ჰორმუზის სრუტის გახსნა, რომელიც შეგახსენებთ ომამდე ისედაც ღია იყო. ასევე შეგახსენებთ, რომ ამ ომის თავდაპირველი მიზნები, თავად დონალდ ტრამპის სიტყვებით, იყო ირანის რეჟიმის კაპიტულაცია, შესაძლოა ამ რეჟიმის შეცვლაც კი. შემდეგ კი ბირთვულ პროგრამაზე სრული უარი და ამ ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება. დონალდ ტრამპი ასევე ამბობდა, რომ ჩვენ ამ ირანელებს მთელ გამდიდრებულ ურანს წავართვერთ. შემდეგ რაკეტებისა და უპილოტო აპარატების პროგრამის ლიკვიდაცია, ირანის ყველა პროქსი ძალის ლიკვიდაცია მთელ რეგიონში. და მერე უკვე გაჩნდა მიზანი ჰორმუზის სრუტის გახსნისა, რომელიც ისედაც ღია იყო. საბოლოოდ ყველაფერი იმაზე დავიდა, რომ ღმერთმა ქნას
სულ მცირე მაინც, გაგვიხსენ ჰორმუზის სრუტე და ამერიკელები ჩათქვიან, რომ მათ გაიმარჯვეს ამ ომში. თეთრი სახლის წარმომადგენლების ინფორმაციით, აშშ-ის დარტყმებმა გაანადგურა ბირთვული პროგრამის 3 ძირითადი ობიექტი, რის შედეგადაც თეირანს აღარ აქვს შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გააგრძელოს ურანის გამდიდრება. ხოლო დარჩენილი მიწის ქვეშ ღრმად მდებარე ბირთვული მასალები თითქოს და სრულიად მიუწვდომელი გახდა ირანელებისთვის. ასე რომ, აბა რაღაცომ უნდა გააგრძელონ ომი. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ამერიკული დაზვერვის შესაძლებლობები სიტუაციის მონიტორინგისთვის, ასევე სამხედრო ჩარევის მუდმივი საფრთხე საკმარისი იქნება, როგორც გრძელვადიანი შემაკავებელი ფაქტორი ირანის მხრიდან ბირთვული ინფრასტრუქტურის აღდგენის მცდელობების წინააღმდეგ. და აქ საინტერესო მომენტია. ეხლა ტრამპის ადმინისტრაცია იმ მონაცემებზე მიუთითებს, რომ თითქოს 2025 წელსაც კი, შეგახსენებთ ივნისში, 12 დღიანი ომის დროს. ამერიკულმა ავიაციამ სრულად გაანადგურა ირანში 3 მთავარი ბირთვული ობიექტი. და თითქოს ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ ობიექტებში შესასვლელები არსებობს და ამერიკული დაზვერვა ზუსტად აკვირდება ამ შესასვლელებს. და როგორც კი დაინახავს, რომ ირანელები ცდილობენ იქიდან გამდიდრებული ურანის გამოტანას, მათ მაშინვე შეუძლიათ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენონ ამ ობიექტს. მოიცა მაშინ რატო იყო საჭირო წელს ომზე დაბრუნება? თუ დავბრუნდით იმ წერტილში, რომ თითქოს ეს ბირთვული ობიექტები განადგურებულია, მაშინ რატომ დავბრუნდით ომზე 28 თებერვალს? საერთოდ დონალდ ტრამპი, რომელმაც დააფირა ბირთვულ შეთანხმებაზე ხელმოწერა უკეთეს პირობებზე ვიდრე ბარაკ ობამამ და გახსოვთ, ომის დასაწყისში ის ამბობდა, ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ასეთ საშინელ ბირთვულ შეთანხმებას. მე კი ბევრად უკეთეს მოვაწერ ხელს. ის იქნება სუპერ მაგარი. ის იქნება უადო, ის იქნება საუკუნო და საერთოდ არც ერთი ამერიკელების თაობა აღარასოდეს დაბრუნდება ამ თემაზე. შედეგად, ტრამპმა საერთოდ უარი თქვა ამ შეთანხმების იდეებზე, ამბობს: მოისმინეთ, დაივიწყეთ ეს ბირთვული შეთანხმება. მოდით უბრალოდ როგორც ომამდე იყო, გავხსნათ ჰორმუზის სრუტე. დავაბრუნოთ ნორმალური ბენზინის ფასები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩავატაროთ არჩევნები და დავივიწყოთ ეს ირანი. ხო, არ გამოვიდა, მაგრამ გამოაცხადოთ, რომ ეს მაინც გამარჯვება. მაგრამ მაინც, როგორც არ უნდა დაიქვეყნოს ტრამპი, ირანი ამ სისუსტეს გრძნობს. ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მოჰამად ბაგერ ზალღადრმა განაცხადა, რომ აშშ-მ უნდა მოხსნას საზღვაო ბლოკადა და გაიყვანოს თავისი ყველა ჯარი ირანის გარშემო რეგიონიდან. გადაუხადოს სამხედრო რეპარაციები და კონტრიბუციები, გაათავისუფლოს ირანის აქტივები, ასევე შეწყვიტოს თავდასხმები ირანის მოკავშირეებზე რეგიონში და მუქარები თეირანის მისამართით. და აშშ-მ ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს მანამდე, სანამ საზღვაო გადაზიდვები აღდგება. თეირანმა ასევე მოითხოვა ამერიკული სამხედრო გემებისთვის ამ წყლის გზაზე გავლაზე აკრძალვის დაწესება და კომერციული გემებისთვის ტრანზიტის გადასახადის შემოღება. ეს იყო პირობა, რომელსაც ვაშინგტონი კატეგორიულად უარყოფდა. ზალგადრის ფორმულირება უკიდურესად მკაცრი იყო და მან შემდეგი განაცხადა: სანამ ამერიკა არ გამოასწორებს თავის ქცევას, ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თითქოს და გაღვიძებული ირანის ხალხის მოთხოვნაა და რომ ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო, ციტატა, არასოდეს დაიხევს უკან არც ომში და არც მოლაპარაკებებში. და ზალგადრის ეს მოთხოვნების სია ფაქტობრივად თავდაყირა დააყენა მოლოდინები იმის შესახებ, რომ ომანთან შეთანხმება მალე საშუალებას მისცემდა ჰორმუზის სრუტის გავლით ვაჭრობის აღდგენას და ენერგორესურსების მსოფლიო ფასების შემცირებას. კიდევ ერთხელ შევახსენებთ. უკვე ცოტა მეტი ვიდრე 1 კვირის წინ დონალდ ტრამპმა, კი, უკვე მეტი ვიდრე 1 კვირის წინ, დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ მან გააუქმა რაღაც სუპერ ძლიერი იერიში ირანზე და აცხადებდა, რომ ხვალ შეთანხმება გაფორმდება, ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება. კიდევ რამდენიმე კვირით ადრე მან საერთოდ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ისედაც ღიაა და მე მიჩნდებოდა კითხვა, მაშინ შეთანხმება რისთვის არის საჭირო. მაგრამ მიუხედავად ამისა, უკვე 1 კვირაზე მეტი გავიდა და საერთოდ არ ჩანს, რომ რაიმე შეთანხმება იქნება. ეს პირდაპირ ზეწოლას ახდენს დონალდ ტრამპზე. აიძულებს მას განიხილოს პირობები. დონალდი თუ მას სურს შეამციროს საომხარებლო ფასები თავად ამერიკელებისთვის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რესპუბლიკელებისთვის ნოემბერში შუალედური არჩევნების წინ. მნიშვნელოვანია ბოლო დღეების ქრონოლოგიაც, რაც ხსნის, რატომ არის ირანის ამჟამინდელი უარი მოლაპარაკებებზე. განმეორებადი, ნიმუშის ნაწილი. ჯერ კიდევ 2 აგვისტოს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გააუქმა ის, რასაც თავად უწოდა აშშ-ის ყველაზე მასშტაბური დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია,
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მას შემდეგ რაც საუდის არაბეთმა, ემირატებმა და თავად ირანმა, როგორც მან თქვა, დიპლომატიაზე გააკეთეს აქცენტი. და აი პირდაპირ წინა დღეს მან ისევ თქვა: "მოусმინეთ, ისინი მეხვეწებოდნენ." უბრალოდ მუხლებზე ხოხალდნენ და მეუბნებოდნენ: "გთხოვთ, დონალდ ტრამპ, ნუ დაგვარტყამთ." ისიც ძალიან მოსახერხებელია განაცხადო, რომ მე ვგეგმავდი ყველაზე ძლიერ თავდასხმას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ ის გავაუქმე. კი, იმიტომ რომ ვერავინ შეამოწმებს, შენს თავში რას გეგმავდი. მართლა გეგმავდი ყველაზე ძლიერ თავდასხმას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თუ არა, თუ უბრალოდ თვითონვე მიიფანტაზირე. ამიტომ თითქოს შეიძლებოდა რაღაც მომხდარიყო, საერთოდ ნებისმიერი სცენარი იმის შესახებ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, შესანიშნავი სივრცეა ნებისმიერი манипуляციისთვის. ანუ ეხლა შეიძლება თქვა, კი, ჩვენ საერთოდ გეგმავდით. არ ვიცი, ბირთვული იარაღი დარტყმა, ირანი მთლიანად დედამიწიდან გაგვეწმინდა, მაგრამ ისინი გვემუდარებოდნენ, რომ ეს არ გაგვეკეთებინა. და ბოლოს არ გავაკეთე. აბა ვინ იცის, მართლა გეგმავდა ამას თუ არა, აი ესე. და საბოლოოდ, მაშინ აშშ-მ და ისრაელმა შეაჩერეს ახალი დარტყმები ირანზე, რათა შეთანხმება დაედოთ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე. ეს იყო 2 აგვისტოს. 5 აგვისტოს ტრამპმა თქვა, რომ მოლაპარაკებებში პირადად არის ჩართული. შემდეგ მის ციტატას მოვიყვან. "ფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. მოლაპარაკებებში მონაწილეობ. ფიქრობ, საქმეები ნორმალურად მიდის. შესაძლოა ეს მალე მოხდეს." 7 აგვისტოს ტრამპმა განაცხადა, ციტატა: "ისინი შეთანხმების მიღწევა სურთ. მოусმინეთ, ეს ხომ აშკარაა. ისინი დარტყმა არ სურთ. გესმით? ისინი შეთანხმებას ცდილობენ. ასე რომ, ვნახოთ." დღეს 9 აგვისტოა. ირანელები ამბობენ: პირველ რიგში ბოლო დღეებში მოლაპარაკებები არ გქონია და ამერიკელებთან მოლაპარაკება არ გვინდა. იმავე დღეს თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორმა კევინ ჰასეტმა აღიარა, რომ ბენზინის თასები აშშ-ში ოდნავ ზედმეტად მაღალია. ციტატა: "მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრად ნაკლებია ვიდრე ხალხი ელოდა. ბენზინის საშუალო ფასი ქვეყანაში გალონზე $4 და 4 ცენტია. თუმცა ის იკლებს. გესმით, ეს გამართლებაა. ეს ისევ რუსულ პროპაგანდას მაგონებს, სადაც მათ გახსოვთ უარყოფითი ზრდა ჰქონდათ. აი ამერიკელი ჩინოვნიკები ამბობენ: მოусმინეთ, დიახ, ბენზინის ფასი ნამდვილად გაიზარდა, მაგრამ ის გაიზარდა, მაგრამ არა იმდენად ძლიერად, როგორც ვიღაც ელოდა. აი ვიღაც შეიძლება ელოდა $5 გალონზე, მაგრამ ხომ არაა 5, სულ რაღაც $4 და 4 ცენტია? არა, 5, როგორც ვიღაც ელოდა. მაგრამ იმავე დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა გაცილებით ნაკლებად ოპტიმისტური შეფასება მისცა ზუსტად იმავე მოლაპარაკებებს. მან თქვა, რომ ირანთან მოლაპარაკებების პროცესი ბინძური იქნება და დროს მოითხოვს. ირანელები კი ძალიან რთული ხალხი უწოდა დანაწევრებული სისტემით. ანუ სულ რაღაც ერთ კვირაში ვაშინგტონის რიტორიკა შეიცვალა. შეთანხმება უკვე ხვალ იქნება, ყველაფერი შესანიშნავად მიდის. ფრევანდელ მდგომარეობამდე, როცა ირანი საერთოდ უარს ამბობს მოლაპარაკების მაგიდასთან დაждდომაზე, ხოლო აშშ-ს უბრალოდ სურს ომიდან გამარჯვების გარეშე გამოსვლა, ხოლო ირანელები სრულად დარწმუნებულები არიან, რომ ტრამპს სურს კონფლიქტიდან გამოსვლა და ყურადღებას ამახვილებს სრუტის გახსნაზე. ამიტომაც ისინი ძალიან მკაცრ თამაშს თამაშობენ. ამო თვითონ ტრამპმა ოდესღაც თქვა ძალიან მაგარი ფრაზა. აი ერთხელ ტრამპმა წარმოთქვა სუპერ ძალიან მაგარი ფრაზა, რომელიც ძალიან მომწონს. მან თქვა, რომ როგორც კი შენ აჩვენებ მოწინააღმდეგეს ან ოპონენტს, რომ დაინტერესებული ხარ გარიგების, შეთანხმების დადებით და ასე შემდეგ, უკვე წაგებული დაქვს. სულ ესა. როგორც კი მეორე მხარე მიხვდება, რომ შენთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის დაიწყებს манипуლირებას. მკაცრ თამაშს ითამაშებს, წამოაყენებს მკაცრ მოთხოვნებს და ასე შემდეგ. აი ახლა თვითონ ტრამპი ამ სიტუაციაში ირანთან არ მოჭდა. მაგრამ პრობლემები დონალდ ტრამპს თავად ვაშინგტონში შეექმნა. ერთი დღით ადრე აშშ-ს სენატმა დროებითი დაფინანსება დაამტკიცა, თუმცა მთავრობამ არ დაუჭირა მხარი ტრამპის მოთხოვნას. გამოყოფილიყო დაახლოებით $70 მილიარდი ირანთან საბრძოლო მოქმედებებისთვის სამხედრო ხარჯებზე. ამავე დროს ტრამპს კონფლიქტი მოუვიდა პენტაგონის ხელმძღვანელ პიტ ჰექსეტთან, იმის გამო რომ აშშ ირანთან ომის ფონზე რაკეტების დეფიციტს შეეჯახა. პრეზიდენტმა ახსნა განმარტება მოითხოვა, რატომ არ გააფრთხილეს ამის შესახებ წინასწარ. თუმცა თუ ამერიკულ მედიას დაუჯერებთ, გენერლები ჯერ კიდევ ომამდე ამბობდნენ, რომ ომთან ძალიან ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ, იმიტომ რომ თუ ძალიან შორს წავალთ, რაკეტები ნამდვილად არ გვეყოფა. მაგრამ საჯაროდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰექსეტთან მას არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. ხოლო ამერიკას საბრძოლო მასალა საერთოდაც სავსებით ყოფნის. ის ამბობს: ჩვენ ისეთი მარაგები გვაქვს, რომ დასაწყობება უბრალოდ აღარ შეგვიძლია. მაგრამ სინამდვილეში პატრიოტს უკრაინას ვერ აძლევენ ამერიკის შეერთებული შტატები, რადგან დეფიციტია. მაგრამ თავარი ისაა, რომ ეს არ აგვერიოს. როგორც ხედავთ, ეს არის ორი სხვადასხვა რეალობა ერთ დონალდ ტრამპის თავში. ეს კი ყველაზე შემაშფოთებელ ნაწილამდე მიგვიყვანს.
ამერიკის შეერთებული შტატები მაინც შეეჯახა მრავალი მნიშვნელოვანი ტიპის შეიარაღების მარაგების შემცირებას, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს მათ ბზადყოფნაზე პოტენციური კონფლიქტისთვის რუსეთთან ან ჩინეთთან. ამის შესახებ უკვე წერს New York Times და გამოცემის მონაცემებით. რუსეთსა და ჩინეთის სამხედროები ყურადღებით აკვირდებიან იმ ტემპებს, რომლითაც აშშ ხარჯავს საბრძოლო მასალებს ამ ომში. ხოლო ვაშინგტონში შიშობენ, რომ მოსკოვმა და პეკინმა შეიძლება გაითვალისწინონ ეს ინფორმაცია საკუთარი სამხედრო მოქმედებების დაგეგმვისას. პენტაგონმა დახარჯა მნიშვნელოვანი რაოდენობის რაკეტები და სააერო თავდაცვის საშუალებები, რომელთა მარაგების სწრაფად შევსება რთულია. ხოლო არსენალების აღდგენას შეიძლება მნიშვნელოვანი დრო დასჭირდეს, თუნდაც დაფინანსების გაზრდის შემთხვევაში. ამასთან ამერიკელი ოფიციალური პირები ოფიციალურად ამტკიცებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს კვლავ აქვთ საჭირო სამხედრო შესაძლებლობები, მაგრამ მარაგების არსებული მდგომარეობა უკვე აიძულებს პენტაგონს სასწრაფოდ დააჩქაროს წარმოება. და დღეს გახდა ცნობილი, რომ თეთრმა სახმა თავდაცვით კომპანიებს 21 დღე მისცა საბრძოლო მასალის წარმოების მკვეთრად გასაზრდელად. და აქ ორი ფაქტი ცოტათი არ ემთხვევა ერთმანეთს. თუ ჩვენ მაინც ვენდობით დონალდ ტრამპს, დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ არანაირი დეფიციტი საბრძოლო მასალაში არ არის. საწყობები სავსეა და საერთოდ ეს იარაღი მთელ მსოფლიოში ყრია. აი ესეა და შენ ხელში გიჭიროს. თუ ასეა, მაშინ რატომ ითხოვენ იარაღის კომპანიებისგან საბრძოლო მასალების წარმოების მკვეთრად გაზრდას? აი რაღაც აქ არ ემთხვევა ერთმანეთს. შედეგი. თუ Wall Street Journal-ს დაუჯერებთ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად ჩამოწერა ამ ომის საწყისი მიზანი ირანის სრული ბირთვული განიარაღება და კონცენტრირდა მხოლოდ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე, რომელიც ომამდე ისედაც ღია იყო. მაგრამ ეს შემცირებული მიზანიც კი ხელიდან უცხდება, რადგან ერთი კვირის განმავლობაში ვაშინგტონის ტონი შეიცვალა. შეთანხმება თითქმის მზადაა და დღევანდელ პირდაპირ. თეირანის უარამდე მოლაპარაკებებზე ივნისის შეთანხმების დარღვევის საბაბით, მაგრამ ჩვენ ხო ხვდებით, რომ თეირანი უბრალოდ სისუსტეს გრძნობს. ამავე დროს კონფლიქტი ფიზიკურად ვრცელდება ახლო აღმოსავლეთში. ჰუსიტებმა დღესვე დაარტყეს საუდის ნავთობ ქარხანას, რითაც ახალი ფლანგი და ესკალაციის ახალი კერა გახსნეს. სწორედ იმ დროს, როდესაც დიპლომატიური გზა როგორც ჩანს, თუ ტრამპის ყველა სიტყვას დაუჯერებდით, უნდა მიდიოდა თავის დასასრულისკენ. ფონურად კი კონგრესი ამცირებს დაფინანსებას გაჭიანურებული ომისთვის. პრეზიდენტი ტრამპი კონფლიქტშია საკუთარ ომის მინისთან, რაკეტების დეფიციტის გამო და ამ გამოფიტვას უკვე აკვირდებიან მოსკოვში და პეკინში. ანუ პოტენციური მოწინააღმდეგეები ბევრად უფრო მასშტაბურ კონფლიქტებში, რომლებიც ჯერჯერობით უბრალოდ აკვირდებიან. საერთოდ ნახოთ, როგორ განვითარდება ამ ომის ფინალი, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ტრამპი ყველანაირად ეცდება. მოლოდინების თამასა დაწიოს და ყველანაირად დააკნინოს ამ ომის საკუთარი თავდაპირველი მიზნები. მოგლეთ, აქ მრავალ ტერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ფინანსურად ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით დასრულდა. მოუფრთხილდით თავს. ყველას მშვიდობით.